197 ამოცანა. ზამბარიანი დამბაჩიდან ჰორიზონტალურად ისვრიან ბურთულას, რომლის მასა 20 გრამია. განსაზღვრეთ ბურთულას გამორტყოცნის სიჩქარე, თუ ზამბარის სიხისტე 800 ნიუტონი მეტრია და ზამბარა შეკუმშულია 5 სანტიმეტრით. მოცემულია მასა არის 20 გრამი, კილოგრამებში 0.02 კილოგრამი. ზამბარის სიხისტე არის 800 ნიუტონი შეფარდებული მეტრზე და შეკუმშვის ზომა არის 5 სანტიმეტრი, ანუ 0.05 მეტრი. და რა სიჩქარით გამოვარდებაო ზამბარიდან ტყვია. ზამბარა შეკუმშული არის, ამიტომ მას აქვს ენერგია kx კვადრატ ნახევარი პოტენციური ენერგია და ეს გარდაიქმნება კინეტიკურ ენერგიაში mv0 კვადრატ ნახევარში. ესენი გაიკვეცება და v კვადრატი იქნება kx კვადრატი შეფარდებული m-ზე, ხოლო v არის ფესვი kx კვადრატი შეფარდებული m-თან. აქ ენერგიის შენახვის კანონი გამოვიყენეთ, რომ საწყისი ენერგია უდრის საბოლოო ენერგიას. 192 ამოცანა. 8 კილოგრამი მასის ჩაქუჩით არჭობენ ლურსმანს. დარტყმის მომენტში ჩაქუჩის სიჩქარე 4 მეტრ-წამია. ლურსმანი კი ხედში შედის 20 მილიმეტრზე, რას უდრის დარტყმის საშუალო ძალა. ლურსმნის მასა უგულებელყავით. ეს იგი მასა არის ჩაქუჩის 4 კილოგრამი, სიჩქარე ჩაქუჩის არის 4 მეტრი წამში და ლურსმანი შედის ხეში, ელი უდრის 20 მილიმეტრზე. 20 მილიმეტრი. და რას უდრის დარტყმის საშუალო ძალა. ეხლა იმისათვის, რომ ლურსმანი ხეში შევიდეს, ხო? ესე იგი დარტყმის ძალა უნდა იყოს წინამდებობის ძალის ტოლი. ხო, ამიტომ ეს ის ენერგია, რომელიც ჰქონდა ჩაქუჩს დარტყმამდე და ეს იყო კინეტიკური ენერგია mv კვადრატ ნახევარი, ეს გარდაიქმნება აი ამ წინამდებობის ძალის დაძლევაზე, წინამდებობის ძალის მუშაობაზე, f წინამდებობისა l-ზე და წინამდებობის ძალა დარტყმის ძალის ტოლი არის. ამიტომ ესე იგი შეგვიძლია დავწეროთ, რომ mv კვადრატ ნახევარი უდრის f დარტყმისა გამრავლებული l-ზე. აქედან f იქნება mv კვადრატი 2l-ზე. ეს მეტრებში უნდა გადავიყვანოთ, ესე იგი ეს მილიმეტრები. 199 ამოცანა. ქვა, რომელიც მისრიალებდა ყინულის ჰორიზონტალურ ზედაპირზე, გაჩერდა 25 მეტრის გავლის შემდეგ. იპოვეთ ქვის საწყისი სიჩქარე, თუ ცნობილია, რომ ქვის მოძრაობის შემოფერხებელი ძალა მისი წონის 5% შეადგენს. ესე იგი S-ი არის, ესე იგი 25 მეტრი. ეს წინამდებობის კოეფიციენტი არის, ესე იგი წინამდებობის კოეფიციენტი ეს არის F წინამდებობის ძალა შეფარდებული mg-სთან. ხო, და გვეკითხებიან რა სიჩქარით მისრიალებდაო ქვა საწყის მომენტში. ეს არის ყინულის ზედაპირი, ეს არის ქვა, რომელიც თქვათ მისრიალებდა, ქონდა ვესიჩქარე და ეს ვესიჩქარე
რადგან ქონდა საწყისი კინეტიკური ენერგია mv კვადრატ ნახევარი. ეს დაიხარჯა f წინამდებობისა გამრავლებული s-ზე, აი ამ წინამდებობის ძალების დაძლევაზე. ხო, ეხლა ისიც რა ეს ფორმულა ზოგჯერ თქვათ ინტუიციურად შეგვიძლია დაწეროთ, მაგრამ შეიძლება დაწეროთ ზოგადი ფორმულიდან. ზოგადი ფორმულა არის ეგეთი. ენერგიის ცვლილება გარეშე ძალების მუშაობის ტოლია. ეხლა ენერგიის ცვლილება დელტა E ეს არის მეორე მდგომარეობის ენერგიას გამოკლებული პირველი მდგომარეობის ენერგია. ეხლა მეორე მდგომარეობა რა არის? როდესაც ეს ქვა გაჩერდა. ეს იგი აქ V არის 0-ის ტოლი. ამიტომ მეორე მდგომარეობაში კინეტიკური ენერგია 0-ის ტოლი არის. პირველ მდგომარეობაში ქვა მოძრაობდა. ამიტომ პირველ მდგომარეობაში მას ჰქონდა კინეტიკური ენერგია mv კვადრატ ნახევარი. ხოლო გარეშე ძალა აქ რომელიც მასზე მოქმედებდა ამ ქვაზე, ეგ იყო ხახუნის ძალა, ამ წინამდებობის ძალა. მისი მუშაობა არის -f წინამდებობისა გამრავლებული s-ზე. ეხლა ეს ყველაფერი აქ რო შევიტანოთ, ესეთნაირად დაიწერება 0-ს -mv კვადრატ ნახევარი უდრის, ესე იგი -f წინამდებობისა გამრავლებული s-ზე. ანუ -mv კვადრატ ნახევარი არის -f წინამდებობისა s-ზე. ნუ ეს -1-ზე რო გავამრავლოთ, აი ზუსტად აი ამ ფორმულას მივიღებთ. 199 ამოცანა. 199. 60 კილოვატი სიმძლავრის ავტომანქანა მოძრაობს თანაბრად და 3 წუთში გადის 1,8 კილომეტრს. იპოვეთ ავტომანქანის წევის ძალა. ჩავწეროთ მოცემულობა, რომ სიმძლავრე არის 60 კილოვატი, ანუ ეს არის 60 10-ის მესამე ხარისხად ვატი. T არის 3 წუთი, წამებში ეს არის 3-ჯერ 60, ესე იგი 180 წამია. და გაიარა თანაბრად ეს უდრის 1,8 კილომეტრი, ანუ 1800 მეტრი. და გვეკითხებიან წევის ძალას. F წევის ძალა არის კითხვის ნიშანი. ნუ გავიხსენოთ, რომ სიმძლავრე ეს არის შესრულებული მუშაობის შეფარდება იმ დროსთან, რა დროშიაც ეს მუშაობა შესრულდა. წევის ძალის მიერ შესრულებული მუშაობა ეს არის წევის ძალა გამრავლებული s-ზე. ნუ კოსინუს 0-ზე, 0 გრადუსი არის წევის ძალასა და გადაადგილებას შორის. კოსინუს 0-ისა არის ესე იგი 1-ის ტოლი. ამიტომ n-ისთვის ჩვენ მივიღებთ f წევის ძალა გამრავლებული s-ზე შეფარდებული t-ზე. აქედან f წევის ძალა იქნება n გამრავლებული t-ზე შეფარდებული s-ზე. აი ესეთი ფორმულა მივიღეთ. 191 ამოცანა. შახტიდან ტუმბავენ წყალს. იპოვეთ ტუმბოს სასარგებლო სიმძლავრე თუ მას 1 საათში 60 მეტრი სიღრმიდან დედამიწის ზედაპირზე 60 კუბური მეტრი წყალი ამოაქვს. ნუ მოცემულია, რომ დრო არის ესე იგი 1 საათი, ანუ ეს არის 60 წუთი და რადგან წუთში 60 წამი არის, 3600 წამი გამოდის. ხო, ესე იგი სიღრმე შახტისა არის ესე იგი 150 მეტრი. და სიმძლავრე, სასარგებლო სიმძლავრე, ნუ ახლა აქ რიცხვი კარგად არ ჩანს, არ ვიცი, 10 ვატია თუ მოდი იყოს 100 ვატი. და რამდენი წყალი შეუძლია არა, ბოდიში ეს სხვა ამოცანის არის. ესე იგი 60 მეტრი არის, ესე იგი შახტის სიღრმე, ბოდიში ვიხდი. და მოცულობა წყლისა, რომელიც ამოაქვს, არის ესე იგი 60 მეტр კუბი. ხო, ეხლა ტუმბოს დანიშნულება, აი თქვა შახტაში არის წყალი არის და ესე იგი აი ეს არის სიღრმე, ამ
რა სიღრმიდანაც ამოაქვს წყალი, ესე იგი ეს არის 60 მეტრი, აი აქედან აქამდე და ეს არის ის მილი, რომლითაც ამოაქვს, ესე იგი ამ ტუმბოს წყალი, ხო? ხო და ესე იგი სასარგებლო მუშაობა, ახლა ამ დროს შესრულებული მუშაობა, ეგ არის ამ წყლის ამოტანა. ამიტომ ეს არის MGH-ი სტოლი. ნუ მასა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც წყლის სიმკვრივე გამრავლებული მოცულობაზე, ნუ ეს GH-ი როგორც ქონდა დაგვრჩება, ხო? და სასარგებლო სიმძლავრე იქნება აი შესრულებული მუშაობა შეფარდებული იმ დროსთან, რა დროშიაც ეს მუშაობა შესრულდა. ρ-ვ GH-ი შეფარდებული ტ-ზე. ნუ რო არის წყლის სიმკვრივე, რომელიც არის 10^3 კილოგრამი მეტრ კუბზე. 192 ამოცანა. რამდენი კუბური მეტრი წყლის ამოტუმბა შეიძლება 150 მეტრის სიღრმის ჭიდან 1 საათის განმავლობაში, თუ დანადგარის მარგის სიმძლავრე, ნუ 10 კილოვატია. წყლის კინეტიკურ ენერგიას მხედველობაში ნუ მიიღებთო. მოცემულია ისევ სიღრმე არის 150 მეტრი, დრო არის ესე იგი 1 საათი, ანუ ეს არის 3600 წამი და სიმძლავრე n-ი არის ესე იგი 100 ვატი. რამდენი წყლის ამოღება შეუძლია, ნუ მოცულობა თქვა წყლის ან ხო რამდენი კუბური მეტრის მოცულობას გთხოვენ. ანალოგიური ფორმულა, ესე იგი სიმძლავრე ეს არის სასარგებლო მუშაობა შეფარდებული ტ-ზე. სასარგებლო მუშაობა ამ შემთხვევაში არის MGH-ი, ტ-ზე მას არის ρ წყლისა, V-ზე GH-ი ტ-ზე და ნუ მასთან მივიღეთ ფორმულა. n-ი არის ρ V GH-ი ტ-სთან. აქედან მოცულობა, რომელიც შეუძლია 1 საათში ამოქაჩოს, იქნება n-ი გამრავლებული ტ-ზე ρ GH-ზე. აი ესეთი ამდენი მოცულობის წყალი შეუძლია ამოტუმბოს. 193 ამოცანა. 10 კილოვატის სიმძლავრის ამწე 800 კილოგრამი მასის ტვირთს წევს 1 მეწამი თანაბარი სიჩქარით. გამოიანგარიშეთ ამწის მარგი ქმედების კოეფიციენტი. ჩავწეროთ მოცემულობა, რომ n-ი არის 10 კილოვატი, ანუ ეს არის 10 გამრავლებული 10^3 ხარისხად ვატი. მასა ტვირთისა, რომელიც უნდა აწიოს, ეს არის 800 კილოგრამი, სიჩქარე არის ესე იგი 1 მეტრი წამში. უნდა ვიპოვოთ ესე იგი აი ამ დანადგარის მარგი ქმედების კოეფიციენტი. ნუ დაუკვირდეთ ახლა აქ, რომ სასარგებლო მუშაობა არის ის, რომელიც იხარჯება ტვირთის ატანაზე და ტვირთის ატანაზე შესრულებული მუშაობა არის MGH-ი სტოლი. ხო, ეს შევიტანოთ ესე იგი ახლა სასარგებლო სიმძლავრის ფორმულაში. n სასარგებლო არის a სასარგებლო შეფარდებული დროსთან. ნუ სასარგებლო მუშაობა ვიცით MGH-ი არის შეფარდებული ტ-სთან, a-ში გაყოფილი ტ-ზე სიჩქარე არის და გამოვა MGV. მასთან მე სასარგებლო სიმძლავრე ეს არის MG გამრავლებული სიჩქარეზე. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი არის სასარგებლო სიმძლავრის სრულ სიმძლავრესთან შეფარდებული. ნუ ახლა თუ პროცენტებში გვინდა გამოვსახოთ, უნდა 100%-ზე გავამრავლოთ. ამიტომ გვექნება MGV შეფარდებული აი მოცემულ სიმძლავრეზე გამრავლებული 100%-ზე. აი აქედან დავთვლით მარგი ქმედების კოეფიციენტს. 194 ამოცანა. ერთნაირი მასის ორი ავტომანქანა ერთდროულად იწყებს მოძრაობას თანაბარაჯკარებულად. გამოიანგარიშეთ პირველი ავტომანქანის სამშობლო სიმძლავრე, თუ ერთსა და იმავე დროში იგი ორჯერ ნაკლებ სიჩქარეს ავითარებს ვიდრე მეორე,
რომლის საშუალო სიმძლავრე 40 კილოვატია. ორივე ავტომანქანის მასები ერთნაირი არის, M1 უდრის, ესე იგი M2-ს. გამოინგარიშეთ პირველი ავტომობილი საშუალო სიმძლავრე. თუ ერთ და იგივე დროში, თქვა თუ T1 არის T2, ის პირველი მანქანა ორჯერ ნაკლებ სიჩქარეს ავითარებს. ესე იგი V1 არის V2-ს ნახევარი. და მეორეს მანქანის სიმძლავრე N2 არის, ესე იგი 40 კილოვატი. ეხლა ესე იგი საშუალო სიმძლავრე. საშუალო სიმძლავრე ეს არის ესე იგი შესრულებული მუშაობის შეფარდება იმ დროსთან, რა დროშიაც ეს მუშაობა შესრულდა. ხო, ესე იგი ეხლა მასები ამ მანქანებისა, რადგან ერთნაირია და ერთ და იგივე დროში პირველი მანქანა ორჯერ ნაკლებ სიმძლავრეს ავითარებს, ესე იგი ეს მუშაობა შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ესე იგი წევის ზალის გამრავლებული S-ზე შეფარდებული T-სთან, ხო? ესე იგი S-ი გაყოფილი T-ზე ეს არის V საშუალო. ამიტომ N საშუალო იქნება F-ი გამრავლებული V საშუალოზე. ეხლა ეს ზოგადად ჩავწეროთ, ესე იგი პირველი მანქანისთვის იქნება F-ი V1 საშუალო, N-ი იქნება იგივე F-ი V2 საშუალოზე. გავყოთ ერთმანეთზე, F-ები გაიკვეცება და N1 N2-ზე იქნება V1 საშუალო გაყოფილი V2 საშუალოზე. ანუ N1 იქნება N2 გამრავლებული V1 საშუალო შეფარდებული V2 საშუალოზე და ეს შეფარდება კი 1/2-ის ტოლია. ამიტომ N2-ის ნახევარი გამოგვივა. 1/195 ამოცანა. ამ წე 6 საათის განმავლობაში 3600 კილოგრამი წონის ტვირთს წევს 18 მეტრს სიმაღლეზე. გამოიანგარიშეთ ამ წის ძრავის სიმძლავრე, თუ მარქმედების კოეფიციენტი შეადგენს 60%-ს. ესე იგი დრო არის, ესე იგი 6 საათი, ეს იგივეა 6 × 3600 წამი. მასა ტვირთისა, რომელსაც წევს, არის 3600 კილოგრამი და სიმაღლე, რომელზედაც წევს, ესე იგი ეგ არის 18 მეტრი. მარქმედების კოეფიციენტი მოცემული არის 60%-ის ტოლი. და უნდა გამოვიანგარიშოთ ძრავის სიმძლავრე, ესე იგი N სრული. გავიხსენოთ, რომ მარქმედების კოეფიციენტი ეს არის სასარგებლო სიმძლავრე შეფარდებული სრულ სიმძლავრეზე გამრავლებული 100%-ზე. ესე იგი სასარგებლო სიმძლავრე არის ის, რომელიც მოხმარდება ტვირთის აწევას აი ამ A სიმაღლეზე. ამიტომ ეს იქნება MЖA-ში შეფარდებული, ეს არის ის მუშაობა, რომელიც შესრულდა შეფარდებული დროზე, რა დროშიაც შესრულდა. აქ რო შევიტანოთ, ესე იგი ეს ყველაფერი, ესე იგი N-ისთვის გვექნება MЖA-ში შეფარდებული T-ზე, N სრულზე და 100%-ზე. აქედან N სრული გვექნება MЖA-ში 100% შეფარდებული ეტაზე და T-ზე. ეტას მაგივრად შევიტანთ 60%-ს. 196 ამოცანა.
ზარბაზნის გასროლისას ყუმბარა, რომლის მასა 6 კილოგრამია, 2 მეტრის სიგრძის ლულიდან გამოვარდა 600 მეტრ-წამის სიჩქარით. ყუმბარის მოძრაობა ლულაში ჩათვალეთ თანაბარ აჩქარებულად და გამოთვალეთ ზარბაზნის სიმძლავრე გასროლის დროს. ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი ყუმბარის მასა არის ესე იგი 6 კილოგრამი, ლულის სიგრძე L არის 2 მეტრი და სიჩქარე, რომლითაც გამოვარდა ეს ყუმბარა არის 600 მეტრი წამში. და გვეკითხებიან სიმძლავრეს გასროლის დროსო. ესე იგი, ლულიდან რო გამოვარდება, ესე იგი ყუმბარა აქ გამოვარდება, ხო? მას ექნება აი ამ გამოვარდნის მომენტში ექნება კინეტიკური ენერგია, რომელიც იქნება mv კვადრატ შეფარდებული 2-თან. ეხლა რა დროში მოხდა ესე იგი ეს გასროლა? გასროლა მოხდა დროში, რომელიც შეგვიძლია ჩვენ ესეთნაირად ვიპოვოთ, რომ აქ რადგან თანაბარ აჩქარებული მოძრაობა იყო ლულაში, სიჩქარე იყო 0-ის ტოლი და გამოვარდნის მომენტში v აქვს, L-ისთვის შეგვიძლია დავწეროთ ფორმულა აჩქარებული მოძრაობისთვის v საშუალო გამრავლებული t-ზე. ნუ საშუალო სიჩქარე თანაბარ აჩქარებული მოძრაობის დროს არის საშუალო არითმეტიკული სტოლი. ესე იგი საწყის სიჩქარე არის 0 პლუს v ნახევარი გამრავლებული t-ზე. აქედან დრო რა დროშიც გამოვარდება, იქნება 2L შეფარდებული v-ზე. ასე რომ სიმძლავრე, საშუალო სიმძლავრე, ეგ იქნება ის ენერგია, რომელიც მიიღო გამოვარდნის დროს იმან რა ქვია ყუმბარამ შეფარდებული დროსთან. ანუ ეს არის mv კვადრატი შეფარდებული 2L, ნუ ეს v ზევითავა და კიდე გამრავლებული v-ზე. ამიტომ mv კუბი 2L-ზე. 197 ამოცანა. ღვედური გადაცემის ბორბალი, რომლის რადიუსი 0,5 მეტრია, აკეთებს 600 ბრუნს წუთში და ღვედის მეშვეობით გადასცემს 6 კილოვატ სიმძლავრეს. იპოვეთ ღვედის დაჭიმულობა T თუ იგი ბორბალზე არსრიალებს. ჩავწეროთ მოცემულობა, რადიუსი არის ესე იგი 0,5 მეტრი, ბრუნთა რიცხვი დროის ერთეულში არის 600 ბრუნი წუთში, ანუ ეს არის 600 ბრუნი გაყოფილი 60-ზე, ანუ ეს არის 10 ბრუნი წამში. ხო, სიმძლავრე N არის 6 კილოვატი და ვიპოვოთ დაჭიმულობის ზალა. ეხლა აქ როგორი სიტუაცია გვაქვს, ესე იგი ეს ბრუნს გადასცემს, თქვა, ღვედი რაღაცა ბორბალს, ხო? ესე იგი ეს არის ასე ვთქვათ დაჭიმულობის ზალა, რომელიც ამას ატრიალებს, თქვა, აი ამ ბორბალს, ხო? ესე იგი ეს N სიმძლავრე, ეს არის დაჭიმულობის ზალა გამრავლებული V-ზე. და V არის ომეგა გამრავლებული R-ზე. ანუ ეს არის 2π N გამრავლებული R-ზე. მივიღეთ საბოლოოდ ფორმულა, N არის T დაჭიმულობის ზალა, სიჩქარე 2π N გამრავლებული R-ზე, აქედან დაჭიმულობის ზალა იქნება N გაყოფილი 2π N R-ზე. 198 ამოცანა. იპოვეთ სასარგებლო სიმძლავრე წყლის ძრავასი, რომლის მარქმედების კოეფიციენტი 80%-ია. თუ ცნობილია, რომ მასში წყალი შედის 3 მეწამის სიჩქარით და გამოდის 1 მეწამის სიჩქარით, შემავალი წყლის დონე 1,5 მეტრით მაღლა გამომავალი წყლის დონეზე. ძრავაში
ერთ წამში გადის 0,3 კუბური მეტრი წყალი. ნუ ჩავწეროთ, რომ V პირველი არის, ესე იგი 3 მეტრი წამში, V მეორე არის 1 მეტრი წამი, დონეთა სხვაობა A-ში არის 1,5 მეტრი და თუ დრო არის 1 წამი, წყლის მოცულობა, რომელიც მაგაში გადის, ესე იგი 0,3 მეტრ კუბია. ხო, აი ნახეთ აქ როგორ უნდა წარმოვიდგინოთ. აი წარმოვიდგინოთ, ესე იგი ეს წყლის ძრავი ესეთნაირად, რომ აი რაღაცა მოწყობილობა არის, შეხედეთ. ეს არის მილი, აი აქ შედის წყალი V პირველი სიჩქარით. აი აქ არის, ესე იგი ეს წყლის ძრავი. და აი აქედან გამოდის წყალი, აი აქეთ უკვე გამოდის, ესე იგი V2 სიჩქარით. თანაც ვიცით, რომ აი ამ დონეთა სხვაობა, წყლის დონეთა სხვაობა ამ მილსა და ამ მილს შორის არის, ესე იგი A-ში ტოლი, ნუ მეტრ ნახევარი არის. ხო, ეხლა აი აქ რა ხდება, ესე იგი აი ამას რა ენერგია აქვს, თქვათ, რაღაცა M მასის წყალი შევიდა აქ. რა სიჩქარით შევიდა, ვიცით. ამიტომ საწყისი ენერგია E პირველი. ეგ არის mv პირველი კვადრატ ნახევარი პლუს mg-ში. ნუ ეს ავრჩიოთ ნულოვან დონეთ აქ. მეორე მდგომარეობაში ენერგია იქნება mv2 კვადრატ ნახევარი. ამ ენერგიების სხვაობა აი ამ ძრავს ამუშავებს. ამიტომ ესე იგი შესრულებული მუშაობა იქნება აი ამ E პირველს გამოკლებული E მეორე. ხოლო სრული სიმძლავრე ეგ იქნება ზუსტად ეს შესრულებული მუშაობა იმ დროსთან, რა დროშიაც ეს მუშაობა შესრულდა. შევიტანოთ ესე იგი ამ ფორმულაში ყველაფერი. მექნება mv1 კვადრატ ნახევარი პლუს mg-ში მინუს mv2 კვადრატ ნახევარი გაყოფილი t-ზე. ნუ მოდით ეს ცოტა გადავწეროთ, ესე იგი ცოტა სხვანაირად. ეს იქნება m ნახევარი v პირველ კვადრატს მინუს v2-ის კვადრატი პლუს mg-ში გაყოფილი t-ზე. ეხლა ეს მასა წარმოვიდგინოთ როგორც სიმკვრივე წყლისა გამრავლებული მოცულობაზე, ეს მასა შემიძლია გავიტანო, მოდით ეს გავიტანო ჯერ mt-ზე, აქ იქნება 1/2 v1 კვადრატს მინუს v2-ის კვადრატი პლუს g-ში. всё, არაფერზე ეს, ნუ აქ აღარაფერი აღარ არის, ეს mt ამაზე მრავლდება. m-ი არის რho წყლისა v-ზე შეფარდებული t-ზე, აქ ჩხილებში კი არის 1/2 v1-ის კვადრატი მინუს v2-ის კვადრატი პლუს g-ში. აი vt ეგ მოცემული გვაქვს ჩვენ, ესე იგი რომ 0,3 კუბომეტრი წყალი ერთ წამში გადის. ეს არის. ესე იგი აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ემოთა ეგ დავწერ ამას. ესე იგი n სრული არის აი ეს ფორმულა, რაც მე მივიღე, ესე იგი რho v გაყოფილი t-ზე გამრავლებული 1/2 v პირველი კვადრატს მინუს v2-ის კვადრატი პლუს g-ში. ხო. ეხლა მარგი ქმედების კოეფიციენტი არის n სასარგებლო n სრულთან. ჩვენ სრული ნაპოვნი გვაქვს. ასე რომ n სასარგებლო იქნება აი ეს n სრული გამრავლებული ეტაზე. ნუ ხო ეს კიდე 100%-ია. ესე იგი n სასარგებლო გვინდა, ესე იგი n სრული გაყოფილი 100%-ზე. აი ეგეთი ფორმულით ვიპოვით ამ ამოცანას. 199 ამოცანა. ორ-ორი ელექტრომავალი, რომელთა სიმძლავრეებია 10 კილოვატი და 1500 კილოვატი, ავითარებს შესაბამისად 20 მეტრწამ და 30 მეტრწამ სიჩქარეებს.
რა სიჩქარით იმოძრავებს ელმავალი თუ მათ გადავაბავთ. ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი n პირველი არის 1000 კილოვატი, n მეორე არის ესე იგი 1500 კილოვატი. პირველი სიჩქარე V1 არის 20 მეტრი წამში, მეორესი იქნება 30 მეტრი წამში. და რა სიჩქარით იმოძრავებენო თუ ამ მატარებლებს გადავაბავთო. ხო, ну ახლა აქ როგორ უნდა მოიქცეთ, ესე იგი სრული ძალა, როცა მაგათ წევრი ძალა, რომელიც როცა მაგათ გადავაბავთ, იქნება F1 + F2. ამიტომ ესე იგი ეს n სრული იქნება ეს F სრული გამრავლებული Vx-ზე. მეორე მხრივ ენერგიები იკრიბება და ამიტომაც სიმძლავრეებით შეიკრიბება. ესე იგი n სრული მეორე მხრივ იქნება n1 + n2. ამიტომ აქ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ, რომ n1 + n2 ეს უდრის f1 + f2 Vx-ზე. ხოლო n1 არის f1 V1-ზე, n2 არის f2 V2-ზე. აქედან f1 არის n1 V1-ზე, f2 არის n2 V2-ზე, უკაცრავად. და მაგ შეგვიძლია შევიტანოთ, ესე იგი Vx გვექნება n1 + n2 n1 V1-ზე + n2 V2-ზე. აი ესეთნაირად დავადგენთ სიჩქარეს გადაბმის შემდეგ. 1-ის მეორასე ამოცანა დედამიწის ზედაპირის მახლობლად ორბიტაზე თანამგზავრის გასაყვანად დაიხარჯა 3.2 მეათე ხარისხად ჯოული მუშაობა. იპოვეთ თანამგზავრის მასა, თანამგზავრის ორბიტის რადიუსი ჩათვალე დედამიწის რადიუსის ტოლად. ხო, ესე იგი ენერგია, რომელიც მიანიჭეს თანამგზავრს, არის 3.2 მეათე ხარისხად ჯოული. თანამგზავრის მასა უნდა ვიპოვოთ თუ დედამიწის რადიუსის ტოლი ორბიტაზე ბრუნავს. რადიუსი არის 6400 კილომეტრი. რისი ტოლი არის მასა? ეხლა იმისათვის რომ ესე იგი ეს თანამგზავრმა იბრუნოს დედამიწის მახლობლად, მას უნდა ქონდეს კინეტიკური ენერგია. ეხლა ეს კინეტიკური ენერგია იქნება mv². ეხლა რა კინეტიკური ენერგია გქონდეს, რა სიჩქარე უნდა გქონდეს? ისეთი სიჩქარე უნდა გქონდეს, რომ არ ჩამოვარდეს. ეხლა არ ჩამოვარდება იმ შემთხვევაში, თუ მისი მასზე მოქმედი სიმძიმის ძალა ცენტრისკენულ აჩქარებას ანიჭებს. ესე იგი mg უნდა იყოს mv² შეფარდებული r-ზე. ну ეს მასები შეიძლება გავკვეცოთ აქედან და v² იქნება gr-ის ტოლი. ასე რომ ის ენერგია, რომელიც ამ თანამგზავრს მიანიჭეს, ეგ იქნება mgr გაყოფილი 2-ზე. აქედან მასას ვიპოვით. m იქნება 2ჯერ e შეფარდებული gr-თან. აი ესეთი მასა ექნება აი ამ თანამგზავრს.